აი არასოდეს აღარ ჩავეწერები თქვენთან რა პონჩი მეუბნები მე რატომ მიბედავ მასეთ რაღაცასო დარბაზის მეტი არაფერი არ მიშველის რა კარნახობს მაგას შენი წონა მკარნახობს რომ სასწრაფო ტრაკის აწევა და მოქმედება საჭიროებს გაიცანით თერაპისტი ნეგანა ადამიანი რომელსაც ყველაზე დაბალი შეფასება აქვს თავის საქმეში რადგან თვითონ როგორც გვეუბნება ხალხს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს ეუბნება და არაფერს სიმართლის გარდა ეს იმენა ჩემი საქმეა რომ ჩემს პაციენტებს ყოველთვის სიმართლე უთხრა და არაფერი არ დაუმალო და ამის გამო მათ ხوارას მეძახიან და მლანძღავენ აზე ხარტო აღარ შემიძლია რა ტვინი მაქვს დაზიანებული საღა დაზროვნება მიჭირს და როგორ მოვიქცე რა დეპრესიაში ვარ და ვეღარ ამოვედი სიგარეტის მოწევა დაიწყე დარწმუნებული ვარ დაგამშვიდებს და კონცენტრირდები უფრო ხო ხტები ეს ადამიანი გვეუბნება რომ ხალხთან მიმართებაში იმიტომ ვარ ასეთი დაუნდობელი რომ მათთვის კარგი მინდაო მაგრამ სამწუხაროდ ბევრს ეს არ ესმის როგორც წინაზე ვთქვი სუყლეზე მკიდია ვინ რას ფიქრობს ჩემზე საათში 200 ლარს ვიღებ რომ ამათ ქაქანს უსმინო და არ შევეცი ყოველივე ეს მთელი ბავშვობა მამაჩემი ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე და ძალიან ცუდი იყო ეს ძალიან იმოქმედა და ტრამვირებული ვარ ეგ არაფერი მეც ურტყავ ხოლმე ჩემს შვილებს შვილები ყავს ნუ უკვე აღარ მყავს მაგრამ შენ ეგ დაიკიდე კაცო თემიდან ნუ უხვევ რა კონცენტრირდი შენ საკითხზე კარგი მოიცა რა ხრუხურა გაჩუმდი და მომისმინე ბიჭო რამდენს ლაპარაკობ მე ვარ თერაპისტი თუ შენ ჩემს შვილს მუდმივად ჩაგრავენ და მინდა რომ ეს პრობლემა გადაწყდეს იმიტომ ჩავწერე თქვენთან და ხო შეიძლება რომ რამე მომიგვაროთ ან რამე რჩევა მომცეთ აი რა საშავებს თავისთვის ზის ნახეთ შერა თვალები ტრაკში გაგარსობილი ვერა ხედავ რა საგავს ეს ჩემისა მისი ერთადერთი მთავარი მისია და დანიშნულება არის სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა და ამის გამო ნუ შეიძულებთ ისიც ხომ ადამიანია უბრალოდ გულწრფელი ადამიანი და ნუ გეშლებათ ნერვები სოციალური დეპრესია მაქვს რა სულ გამუდმებით გაუთავებლად ვლაპარაკობ და არ ვიცი ხალხს მოსწონს ეს თუ ვაღიზიანებ როგორ მოვიქცე აუ ტვინი მომეწყნა უკვე რა გაჩუნდი და ხმა აღარ ამოიღო ბიჭო ვის უნდა მოეწონო ასეთი ქაქანა ვერ გავიგე ძალიან მალე ვიმატებ წონაში და დაკლება მიჭირს რა აი მომატება არის ძალიან ადვილი მაგრამ ეს წონაში დაკლება და ფორმაში ჩადგომა ჩემთვის არის ფაქტიურად შეუძლებელი და რა ვქნა აკი არ უნდა მეწუწუნო მე ეს დედამოწყნული მაცივარი დაკეტე ადექი და დაიწყეს სირბილი გაიგე ტირილი არაფერს არ უშველის ჩიგარო შენ გირჩევნია ფული ჩამირიცხო და მომისმინო და გაითვალისწინო რასაც გეტყვი რამდენი უნდა მოგცეთ იმ 200 ლარს 50 დაამატებ და დღესვე ამომირბენინებ სახში გასაგებია დავაი გააჯვი ეხლა და რაც გითხარი გაითვალისწინე დავაი